ათასწლეულის გავითარების მიზნების გახორციელებაში შეტანილი წვლილისათვის 6 ადამიანი დაჯილდოვდა სტამბოლში გამართულ პარლამენტართა საერთაშორისო კონფერენციაზე. კომისია მათ შორის საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი დააჯილდოვა. ნომინაციების სპეციალურმა კომისიამ რამდენიმე თვიანი დაკვირვების შემდეგ გამოავლინა. პარლამენტართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ევროპის საპარლამენტო ფორუმისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით იმართებოდა სტამბოლში დღეს დასრულდა. 2 დღის განმავლობაში პარლამენტარებმა ინფექციურ დაავადებებზე, ხალხთა ჯანმრთელობაზე, მიგრაციასა და დემოგრაფიაზე მოხსენებები წაიკითხეს. მე ნამდვილად მარტო არ მუშაობ ამ დარგში, ჩემთან ერთად არიან ჩემი კოლეგები. ეს ჯილდო ასევე მათ ეკუთვნის და რა თქმა უნდა მიხარია, მე არ ველოდები არავისგან მადლობებს, მაგრამ როცა გეუბნებიან მადლობას, ეს იგივე სტიმულია, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთო და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააგრძელო შენი საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჯილდო ჩემთვის, რადგან ჩვენი ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემები, რაც ჩვენს წინაშე დგას, შეძლების დაგვარად მოვაგვაროთ. მინდა აღვნიშნო თქვენი პირველი ლედის მოღვაწეობა ამ სფეროში, რომელიც საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.